საერთაშორისო და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარება, ისევე როგორც რეგულაციური ცვლილებები პირდაპირ უკავშირდება საინვესტიციო ფონდების ზრდასა და შესაძლებლობებს. სწორედ ეს მექანიზმები ქმნის დღეს იმ ეკოსისტემას, სადაც მოქალაქეებსა და ბიზნეს შორის ფინანსური რესურსების გადანაწილება უფრო ეფექტიანად ხდება. ინვესტორებისთვის საინვესტიციო ფონდები სულ უფრო მიმზიდველად მიიჩნევა როგორც ინსტრუმენტი, რომელიც კაპიტალის ბაზრის ზრდას და ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება. როგორ ვითარდება ეს სექტორი საქართველოში, როგორია რეგულაციური ჩართვა და როგორ იცვლება ინვესტორების კულტურა. ამაზე ვისაუბრებთ Foresight Investment ჯგუფის დირექტორის მოადგილესთან, რატი მორჩილაძეა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. წინა სტუმრობისას ჩვენ საკმაოდ ცვლად ვისაუბრეთ იმ ნაწილზე, რასაც ქვია მოქალაქეთა მხრიდან არსებული ინტერესი, თუ როგორ შეიძლება რომ ეს ინტერესი მერე რეალურად მათ შემოსავალში და მათთვის დამატებითი შემოსავლის წყაროში გადაიზარდოს, თუმცა თავად კაპიტალის ბაზარი რა მდგომარეობაშია დღეს ქვეყანაში და რამდენად აქვს ამ სეგმენტს განვითარების შესაძლებლობა, სწორედ ეს არის ჩვენი საუბრის დღევანდელი მთავარი თემა. ამიტომ იმ ადამიანის გადმოსახედიდან, რომელიც ერთ-ერთი დამფუძნებელია კაპიტალის ბაზრის ასოციაციის, რომელიც ახლა შეიქმნა, საინტერესოა, სად ვართ ეხლა და განვითარების რა სისტემა უნდა შევქმნათ, რომ ქვეყანაში გაჩნდეს ალტერნატიული დაფინანსების წყარო. კაპიტალის ბაზარი არ არის სიტყვები, უბრალოდ ეს არის რეალურად მის განვითარების შემთხვევაში ის იქნება ალტერნატიული დაფინანსების წყარო საფინანსო სექტორთან მიმართებაში და შესაბამისად ბიზნეს და მოქალაქეს უშდება არჩევანი საფინანსო სექტორში წავიდე, საბანკო სექტორში თუ დავუშვათ ალტერნატიულ დაფინანსების მექანიზმებს მიაკითხოს. საღამომშვიდობის პირველ რიგში და დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის. მოდი რომ შევაფასოთ, სად არის დღეს კაპიტალის ბაზარი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს კაპიტალის ბაზარზე არის განთიადი. თენდება, ნელ-ნელა ჩდება რაღაც შუქს ხედავთ, ნელ-ნელა ჩდება ახალი მექანიზმები, ნელ-ნელა ჩდებიან ახალი კომპანიები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგი ეს კომპანია არის დამოუკიდებელი საბანკო სისტემისგან. რაც ვფიქრობ, კაპიტალის ბაზრის მომავლისთვის და ჯეროვანი განვითარებისთვის არის საკვანძო და ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენს Foresight-ის წარმოვადგენთ იმ კომპანიათა კატეგორიას, რომელიც დამოუკიდებელია საბანკო სისტემისგან და ჩვენი ერთადერთი ინტერესი არის, რომ სრულად კაპიტალის ბაზრის ინტერესებით ვიმოქმედოთ და განვავითაროთ ალტერნატიული ფინანსური სექტორი. მაშინ ასე ვიკითხავ, აქვს პერსპექტივა თუ არა საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას, თუ აქვს რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? კი ბატონო, ამის თქმის საფუძველს მაძლევს ჩემი ყოველდღიურობა. ჩვენ ბოლო 4 წელია ვქმნით ახალ ფინანსურ პროდუქტებს, რომელიც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ კაპიტალის ბაზრის ნაწილია. ჩვენ არ ვართ არც ერთი ბანკის წევრი, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც ახალი მექანიზმებით, ახალი კანონების ქვეშ, საინვესტიციო ფონდების კანონის ქვეშ, მაგალითად, ფასიანი ქაღალდების კანონის ქვეშ ვქმნით ახალ პროდუქტებს, რომელსაც ყოველდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს. ეს მე რამდენად აქტიურად გაკითხავთ აი ამ გადაწყვეტილების ანუ ალტერნატიული დაფინანსების წყაროს მისაღებად ბიზნესი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის გასარკვევად, აქვს თუ არა თავად ბიზნეს და კერძო კომპანიებს ინტერესი, რომ კაპიტალის ბაზარი გახდეს მათთვის ალტერნატიული დაფინანსების წყარო. მე ვიტყოდი, რომ საქართველოში კომპანიების ერთ-ერთი მთავარი ინტერესი დღესდღეობით არის, რომ განვითარდეს კაპიტალის ბაზარი. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მუშაობს კაპიტალის ბაზარი, ხო გესმით, იქ არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა ბიზნესებისთვის, იმისთვის, რომ მიიღონ მათ საჭიროებაზე მორგებული დაფინანსება და აი ეს სიტყვებია საკვანძო, მათ საჭიროებაზე მორგებული. იმიტომ რომ კომერციულ ბანკს კი ბატონო აქვს ძალიან დიდი რესურსი, აფინანსებს ბიზნესებს, მაგრამ მას აქვს ერთი ტიპის პროდუქტი. ეს არის ანუიტეტის ტიპის სესხი, ძირითადად. როდესაც კომპანია დებს უზრუნველყოფაში უძრავ ქონებას, იღებს სესხს და ყოველ თვე ფარავს ძირსაც და პროცენტს. ეს არის ძალიან დიდი წნეხი კომპანიების ფულად ნაკადებზე და ძალიან ხშირად კომპანიებს ამის გამო აქვთ ყოველთვიური დაძაბულობა cash flow-ში, ასე ვთქვათ, ფულად ნაკადებში. რასაც ჩვევა კაპიტალის ბაზარი არის, რომ ალტერნატიულ დაფინანსების წყაროებს ქმნის, რაც ვთქვათ, თუ არის მზარდი კომპანია, მაგალითად, რომელსაც cash-ი ჭირდება, ფული ჭირდება იმისთვის, რომ ჩაატრიალოს ბიზნესში და განავითაროს ბიზნესი, ეს კომპანია შეძლებს, რომ კაპიტალის ბაზარზე წავიდეს და იქიდან აიღოს კონკრეტულად ამ საჭიროებაზე მორგებული დაფინანსება. და ის მერე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება მისი ზრდისტებზე, მის სიჯანსაღეზე და მენეჯმენტის სიმშვიდეზე, რაც თავარია, რომელიც აღარ ნერვიულობენ ყოველთვე, რომ თქვა ძილი და პროცენტი ერთად აქვს დასაფარავი. ანუ საბოლოო ჯამში აქ საუბრობთ, რომ როცა არსებობს ალტერნატივები, კომპანიები შოულობენ და პოულობენ მათ კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებულ დაფინანსებას და ზუსტად ამიტომ ამბობ, რომ დღეს საქართველოს ბიზნესისთვის
თავარი მიზანი უნდა იყოს და თავარი სასურველი რეალობა, რომ განვითარდეს ბანკებისგან დამოუკიდებელი კაპიტალის ბაზა. და რა საკეთებს მაგალითად ამ შემთხვევაში სახელმწიფო გარდა იმ კანონმდებლობითი ბაზის მოწესრიგებისა, რომ რეალურად ეს მიმართულება აქტიურად იყოს გაჩენილი, იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე ამ ფრაზას სამწუხაროდ, მაგრამ რეალობა გვაქვს ის, რომ მე რაც ბიზნეს ჟურნალისტიკაში ვარ და ეს მოიცავს ძალიან ბევრ წელს, მესმის რომ ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი უნდა განმოვითაროთ, მაგრამ ყველა ეტაპზე, ყველა ინტერვიუს დროს ჩვენ რაღაც საწყის ეტაპზე ვართ, და ანუ განვითარების იმ ეტაპზე ვერ ავდივართ, როდესაც უკვე რეალურად უნდა გახდეს ალტერნატიული დაფინანსების წყარო. ამიტომ ვკითხულობ, სად არის პრობლემა? ბიზნეს არ ესმის ეს კარგად, სახელმწიფოს არ აქვს სწორი პოლიტიკა, თუ იმ კომპანიებშია პრობლემა, რომლებიც ამ კაპიტალის ბაზრის მოთამაშეები ხართ ამ ნაწილში? ძალიან კარგი კითხვაა, აი მართლა ძალიან კარგი კითხვაა და მოდით აი ესე უპასუხებ აი ბოლო ნაწილს კითხვის. ბოლო წლებში და მე ვიტყოდი შეიძლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაშიც კაპიტალის ბაზარს კერძო სექტორის მხარეს არ ყოლია ლიდერი და ლიდერები, რომლებიც დამოუკიდებლები იყვნენ საბანკო ინტერესებისგან. მე ვიტყოდი, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი, რის გამოც კაპიტალის ბაზარი აქამდე ისე ვერ განვითარდა, როგორც ეს ქვეყანას ჭირდება. პრობლემა იყო კაპიტალის ბაზრის განვითარება. არ მინდა ისე გამიგოთ, რომ ბანკი რაღაცა ვთქვა, ცუდია, ან ბანკს რამე არ უნდა, ბანკი არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს თავის ბიზნესი, თავისი სტრატეგია და ძალიან სწორად აკეთებენ ბოლო 30 წელია ჩვენი ბანკები თავის საქმეს. ბანკის საქმე კაპიტალის ბაზრის განვითარება არ არის. ბანკი შეიძლება მონაწილე იყოს ამაში და მე ვიტყოდი, რომ ბანკების ინტერესებში შედის ეს, იმიტომ რომ საშუალო და გრძელ ვადაში განვითარებული კაპიტალის ბაზარი გაზრდის უფრო ეკონომიკას და ბანკის პორტფელი შესაბამისად უფრო გაიზრდება. მაგრამ ბანკი ვერ იქნება დრაივერი, ვერ იქნება წამყვანი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. მათ ცოტა სხვა ინტერესები აქვთ შეიძლება. მას რეალური კონკურენტი უჩნდება და რატომ შეიძლება იყოს მის ინტერესი კონკურენტის გაჩენა? კი ბატონო, ერთი მხრივ შეიძლება ესე შევხედოთ, რომ კონკურენტი ჩნდება, თუმცა განვითარებული კაპიტალის ბაზარი პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპზე, რაც ზრდის ბიზნესების რაოდენობას, მათ მოცულობას, მათ დაფინანსების საჭიროებას და ზუსტად ამიტომ ვამბობ, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ბანკებისთვისაც ხელსაყრელია განვითარებული კაპიტალის ბაზარი და უფრო დიდი და მძლავრი ეკონომიკა. ასეთ შემთხვევაში სად არის დაუშვათ სახელმწიფოს გადასათქმელი ნაბიჯები და სახელმწიფო რას აკეთებს, ან რა უნდა გააკეთოს თქვენის გადმოსახედიდან, რომ ეს მიმართულება უფრო აქტიურად განავითაროს? კი ბატონო, აქ უფრო ისე ვიტყოდი, რომ სახელმწიფოზე მეტად ეხლა ჯერი არის კერძო სექტორზე. კერძო სექტორის რომელ ნაწილზე? თავად ბიზნესზე? არა, ბიზნესზეც რა თქმა უნდა, რომ მათ გამოიყენონ ის ინსტრუმენტები, რაც შეიქმნება, თუმცა ეხლა აქ უფრო გულისხმობ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებსაც უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ აი ამ ძალიან მაგარი კანონმდებლობის გამოყენებით და ახალი მექანიზმების გამოყენებით დააფუძნონ ახალი ტიპის ფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც შექმნიან აი ამ ახალ პროდუქტებს. და დღეს ჩვენ უკვე ვხედავთ ამის შედეგს, აი Foresight პირადად მე სადაც მუშაობ, ეს კომპანია ამის ძალიან ნათელი მაგალითია. ნდობის ფაქტორი, რატომ უნდა ვენდო ასეთ კომპანიებს, იმიტომ რომ ჩვენ ხომ საკმაოდ ესეთი არასასურველი გამოცდილება და ისტორია გვაქვს ამ ნაწილში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, მე რა ეტაპის ეკონომიკაც რეალურად ჩვენ გქონდა, იქიდან გამომდინარე, ეს უნდობლობა მოქალაქეთა მხრიდან თუ კერძო სექტორის მხრიდან, ბიზნესის მხრიდან ძალიან ლოგიკურია ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან. რა არის გასაკეთებელი, რომ ეს ნდობა რეალურად იყოს ისეთი, რომ გენდონ კომპანიებიც, იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემაა მათთვისაც დაფინანსების წყარო, მაგრამ მაინც არ მოდიან, ხო? კი ბატონო, აი მოდი პირადი მაგალითით მოგიყვებით, რომ ბოლო 4 წელიწადში არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, რომ მე ბიზნესთან მივსულიყავი, მე ან ჩემ გუნდს, მათთან გვესაუბრა, გაგვეცნო შესაძლებლობები, რაც ჩვენ კომპანიას და ასე ვთქვათ, კაპიტალის ბაზარზე ამ ეტაპზე არის და მათი ძალიან დიდი ინტერესი არ ყოფილიყო ამაში. მერწმუნეთ, რომ კომპანიები მზად არიან, როგორც კი შეიქმნება შესაბამისი მექანიზმები და პროდუქტები, გამოიყენონ დიდი სიხარულით ეს პროდუქტები. კომპანიების მხარეს მე ნაკლებად ვხედავ აი მის საჭიროებას, რომ ამის სანდოობაზე მათ ვესაუბროთ, იმიტომ რომ რეალურად ხომ ან რა ხდება, კომპანიები ჩვენგან იღებენ დაფინანსებას. ხო, ანუ რეალურად სანდოობა, სადაც უფრო საჭირო არის მეორე მხარეს, რომ ადამიანები, ვისაც დანაზოგი აქვს, მათ მიმართონ ეს დანაზოგი დეპოზიტის და საცხოვრებელი უძრავი ქონების გარდა სხვა ინსტრუმენტებით დააბანდონ ეს დანაზოგი და მიიღონ სარგებელი. აქეთ მხარეს უფრო არის სანდოობა. რამდენად დაცულია ის მოქალაქე, სწორედ ეს კითხვა შემოდის, რომ დავუშვათ მოგმართათ და თავის დანაზოგი ამ შემთხვევაში განდოთქვენ. რამდენად დაცულები არიან მოქალაქეები ამ ნაწილში? კი ბატონო, მოდით ესე შევხედოთ ამ საკითხს. ეხლა დროის გასვლასთან ერთად, რა თქმა უნდა, იხვეწება
ჩვენი საკანონმდებლო ჩარჩოც, იხვეწება ჩვენი მარეგულირებელი ეროვნული ბანკი, რომელიც მოგეხსენებათ, რომ დღესდღეობით აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მდგრადი რეგულატორი სოფლიოში. იხვეწება ის ჩარჩოები, რითიც ჩვენაირი კომპანიები რეგულირდება. ჩვენმა კომპანიამ გაიარა დაახლოებით წელიწადნახევრიანი პროცესი იმისთვის, რომ ლიცენზია აეღო. ამ პროცესში შემოწმდა ჩვენი დამფუძნებლების, აღმასრულებელი გუნდის, ყველას კომპეტენცია, ყველას გამოცდილება. ეს არ არის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წავიდეს და ესეთი კომპანია დააფუძნოს. ანუ ძალიან დიდი ფილტრები აქვს გავლილი იმ ადამიანებს, ვინც შეუძლიათ საბოლოოდ, რომ ამ საქმიანობის წარმოების ლიცენზია აგვეყო. ამის გარდა ახლა რო ჩავიდეთ დეტალებში, როგორ არის სტრუქტურირებული თითოეული ჩვენი პროდუქტი, აი დანაზოგის დავანდების. თქვენ ნახავთ, რომ იქ შექმნილია მექანიზმები, რითიც დაცულია ინვესტორი. აი ხა ბანკს რატო ვენდობით, ხო? ახლა ბანკში რომ მიგოქ დეპოზიტზე ფულს ვდებთ. რატო ვენდობით ბანკს? იმიტომ რომ ვიცით, რომ რეგულირებულია, კი ბატონო. ვიცით, რომ ბანკის სისტემა, შიდა სისტემა ისე აწყობილი, რომ იქ რისკების მართვა შესაბამისად ხდება. და მე ვიტყოდი, რომ ჩვენ სფეროშიც, ჩვენს ფინანსური ინსტიტუტი ვართ რეგულირებული, ლიცენზირებული, ჩვენთანაც შიდა სისტემებია, შიდა რისკების მართვის მექანიზმებია, ჩვენს გავდივართ დაახლოებით იგივე ფილტრს, რასაც თქვა ბანკები გადიან. აქედან გამომდინარე, იქმნება საბოლოო ჯამში ორგანიზაცია, რომელსაც შეიძლება ადამიანი ენდოს და მისცეს მას თავისი დანაზოგი იმისთვის, რომ ბანკთან შედარებით მიიღოს 2-ჯერ და 3-ჯერ და ზოგ შემთხვევაში 4-ჯერ მეტი სარგებელი. და ეს სარგებელი არ მოდის ჰაერიდან, ეს სარგებელი მოდის იქიდან, რომ ადგენენ ვიღაც ადამიანები, ფორსაიტი და სხვა კომპანიები, ვინც ამ ბაზარზე მუშაობენ. და მათ შეხედეს სოფლიოში რა მექანიზმები მუშაობს, როგორი პროდუქტებია, რითიც ადამიანები მეტ სარგებელს იღებენ და ჩვენ უბრალოდ გადმოვიტანეთ ეს პროდუქტები საქართველოში და ვთავაზობთ ახლა ამას ხალხს. ეს არის ახალი შესაძლებლობები, რომელიც უნდა საზოგადოებამ გამოიყენოს. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს, სახელმწიფოს როლი ამ ნაწილში, ამ ბაზრის განვითარებაში როგორი უნდა იყოს? სახელმწიფოს როლი პირველ რიგში რა თქმა უნდა არის, რომ შექმნას ფუნქციური საკანონმდებლო ჩარჩო. უკვე შექმნილია და სრულყოფილია? სრულყოფილს ვერ ვიტყოდი, თუმცა ვიტყოდი, რომ ფუნდამენტი შექმნილია, ძალიან კარგი ფუნდამენტია შექმნილი. იმდენად კარგი, რომ მე ვიტყოდი, რომ ეს საკმარისია იმისთვის, რომ კერძო სექტორმა დაიწყოს აი ამ მექანიზმების გამოყენება. ამის იქით უკვე სახელმწიფოს როლი არის ხელშემწყობი როლი. აი ხა მაგალითად მინდა აღვნიშნო, აწარმოე საქართველოს ძალიან აქტიური და ძალიან ესეთი პროდუქტიული ჩართულობა კაპიტალის ბაზარზე. გეცოდინებათ თქვენ, რომ მათ აქვთ ობლიგაციების ემისიის ძალიან კარგი პროგრამა. აწარმოე საქართველოს ხელში. კი ბატონო, ძალიან კარგი. ძალიან ვაფასებ მათ ღვაწლს, მათ დახმარებას, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარ საქმეს აკეთებენ და ეხლა ერთი ახალი პროექტი აქვთ მათ, რომელიც ალბათ მალე იქნება, ეს არის კერძო კაპიტალის ფონდების ხელშეწყობა, რაც ვფიქრობ ასევე ხელშეუწყობს ახალი ინსტიტუციური ინვესტორების გაჩენას ბაზარზე. ან სახელმწიფო რეალურად ბევრ კარგ რამეს აკეთებს კაპიტალის ბაზრისთვის. ახლა ჯერი არის კერძო სექტორზე და აი ასოციაცია რო ახსენეთ, ეხლა ასოციაცია ძალიან აქტიურად ჩაერთვება, რომ კერძო სექტორის და სახელმწიფოს შორის იყოს ხიდი და ხელი შეუწყოს, რომ აი ამ ორმა მხარემ ეფექტურად მოახდინოს კოლაბორაცია კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. დავიდე, დაგემშვიდობთ კიდევ ერთი კითხვა. საქართველოს ეკონომიკის მაჩვენებლები, ტენდენციები, განვითარების მიმართულება იძლევა თუ არა იმის საშუალებას თქვენთვის ამ ტიპის სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის, რომ რეალურად ეს ბაზარი განავითაროთ. საქართველოს ეკონომიკის მიმართ ინვესტორების დობა რა ეტაპზეა თქვენი განმოსახედიდან? უცხოელ ინვესტორებს გულისხმობთ, ხო? ისეთ როგორ არის, ანუ ეს ამ ნაწილში მე მაქვს ესეთი ზოგადად სულ ამბობ ხოლმე, ესეთ მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია FDI და უცხოეთიდან მოზიდული თანხები და რა თქმა უნდა, ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ჩვენ შიგნით ქვეყანაში გვაქვს ძალიან დიდი ოდენობის დანაზოგი, იმისთვის რომ მობილიზება გავაკეთოთ ამ თანხის და შევქმნათ რეალურად. დიდი ოდენობის დანაზოგი რამხელა? კი ბატონო, აი მოდით რიცხვებით რო ვილაპარაკოთ, ხო აი შეიძლება ესე ვთქვათ, 6 მილიარდი დოლარია დღეს კომერციულ ბანკებში ბადიან ანაბრებზე ფიზიკური პირების სახელზე. ბადიანი ანაბრები ფიზიკური პირები ბანკებში 6 მილიარდი დოლარი. ამ თანხის ახლა რა თქმა უნდა სრულად ვერ წამოვა და არც უნდა წამოვიდეს ეს კაპიტალის ბაზარზე, თუმცა ამის ნაწილიც რო წამოვიდეს, ეს უკვე შექმნის ნახეთ წარმატების პრეცედენტებს. ეს უკვე დაამტკიცებს, როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ ადგილობრივად შექმნილი მექანიზმები მუშაობს. თქვათ, აი წარმოიდგინეთ, ეს ამ თანხის ნაწილი მობილიზდა, ჩაიდო ადგილობრივ საინვესტიციო ფონდში, ამ ფონდმა გააკეთა ინვესტიციები, გავიდა 5 წელი, ფონდმა დაიბრუნა ინვესტიციები ამონაგებით, დააბრუნა თანხა და შეიქმნა წარმატების პრეცედენტი. ეს ძალიან დიდი მოვლენაა მერწმუნეთ და ჩვენ ამის შესაძლებლობა დღეს შიდა რესურსებით გვაქვს. და ეხლა თქვენ დაუბრუნდები ნდობის საკითხს.
ხა ზოგადად ბოლო წლებში საკმაოდ ისეთი турბულენტური გლობალური სიტუაციაა. როგორ საქართველოს როგორც განვითარებადი ქვეყანა ხვდება, რა თქმა უნდა, მაღალ რისკიან სეგმენტში, ასე ვთქვათ. და როცა დასავლელი ინვესტორები, ასე ვთქვათ, განვითარებული ქვეყნების ინვესტორები, ისინი ფიქრობენ საინვესტიციო სტრატეგიებზე, აი ესეთ турბულენტურ დროს ყოველთვის იკლებს მათ პორტფელში აი ესეთ განვითარებად ქვეყნებში ალოკაციის ლიმიტები, ასე ვთქვათ. ზუსტად იმიტომ, რომ ზოგადად რისკი არის მომატებული და მათ ურჩევნიათ, რომ იქ უსაფრთხოდ რაც მიაჩნია ამერიკის სახაზინო იყიდოს, ან იქ ადგილობრივად დააბანდოს. აქედან გამომდინარე, ბოლო წლებში ზოგადად მე ამ ტენდენციას ვხედავ. ნუ ასევე რა თქმა უნდა, ხე რეგიონული ფაქტორიც არის, მიმდინარე ომი, რომელიც არის რეგიონში, რა თქმა უნდა, ესეც გავლენას ახდენს. თუმცა ეს მაინც, ასე ვთქვათ, ესეთია მოძრავი არის ეს სენტიმენტი, ანუ რაღაცა ეხა შეიძლება რაღაცა შეიცვალოს, უცებ რაღაცა უცებ რისკის ძებნა დაიწყონ ინვესტორებმა და უფრო მოვიდნენ განვითარებად ქვეყნებში და მე სულ იმას ვამბობ, რომ რო არ ვიყოთ მიმმული აი ამ უცხოელი ინვესტორების სენტიმენტებზე, მოდით ადგილობრივი რესურსი გამოვიყენოთ, რაც საკმაო მოცულობით გვაქვს. არ ვამბობ, რომ ეს ყველაზე მეტია ან ძალიან ბევრია, თუმცა საკმარისია იმისთვის, რომ ავამუშაოთ ეს მექანიზმი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, მადლობა რატომ იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.